ოლიგარქიული რეჟიმი კრიტიკულად განწყობილი მოქალაქეების მიმართ რეპრესიებს განაგრძობს. დაკავებულია სამოქალაქო აქტივისტი ზურაბ აბაევი. მას სისხლის სამართლის კოდექსის დარღვევას ედავებიან კერძოდ სამართალ წარმოების განმახორციელებელი პირის მიმართ ჩადენილ მუქარას ან ძალადობას. დაკავებული ქალაქის მთავარ სამმართველოშია გადაყვანილი ნინა მაჩაბელი არკოს მომხდარის შესახებ დამატებით დეტალებს და ახლა პირდაპირ ეთერში განაგრძობს საუბარს ნინა გისმენთ. როგორც ცნობილი ხდება, ზურაბ აბაევი გამორჩეული სამოქალაქო აქტივისტი და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი დააკავეს დღის პირველ ნახევარში, როგორც ცნობილი ხდება, სახლში საცხოვრებელ ბინაში ჩაატარეს ჩხრეკა ზურაბ აბაევის დედის თანდასწრებით, თუმცა აღსანიშნავია ის, რომ დედა ვერ ნახა დაკავებული შვილი, ის არ შესწრებია ამ პროცესს, შესაბამისად, როგორ და რა ვითარებაში დააკავეს ახალგაზრდა მამაკაცი, ამის შესახებ ოჯახის წევრებს არ აქვთ ინფორმაცია, თუმცა დედა ამბობს, რომ ჩხრეკის შედეგად სამართალდამცავებს არაფერი ამოუღიათ ბინიდან, შეადგინეს უბრალოდ პოლიციელებმა დათვალიერების ოქმი და ამის შემდეგ დატოვეს შენობა. თუმცა მანამდე სანამ საცხოვრებელ ბინას დატოვებდნენ პოლიციელები, ოჯახის წევრებმა კითხეს გამომძიებელს, რის გამოა დაკავებული ზურაბ აბაევი. გამომძიებელმა კი განმარტა, რომ აბაევი ხშირად რეკავდა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში, აკეთებდა მუქარის შემცველ შეტყობინებებს და სწორედ ეს გახდა იმის საფუძველი, რომ ის დაეკავებინათ. სისხლის სამართლის კოდექსით არის ზურაბ აბაევი დაკავებული, როგორც ცნობილია, თუმცა ოჯახის წევრებისთვის ეს ინფორმაცია არის ბუნდოვანი, მათ არ აქვთ ინფორმაცია ამის შესახებ, რომ აბაევი რეკავდა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში და ამ მსგავს ქმედებას აკეთებდა, მუქარის შემცველ შეტყობინებებს ტოვებდა. შესაბამისად, ახლა ელოდებიან უფლებადამცველისგან მშობლები, რომ ნახონ მათი შვილი და ამის შემდეგ უკვე რა ინფორმაციას გამოიტანს. ადვოკატი დროებითი მოთავსების იზოლატორიდან ეს აინტერესებთ, რა თქმა უნდა, როგორც მშობლებს, ასევე საზოგადოებას. აქვე უნდა გავიხსენოთ ის, რომ ზურაბ აბაევი არაერთხელ ყოფილა მედიის ყურადღების ცენტრში, ის 2024 წლის სექტემბრის შუა რიცხვებში დააკავეს პოლიციელებმა, როდესაც თბილისის დაძალადების ოფისში შედიოდა, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისში შედიოდა, მაშინ პოლიციელებმა მასზე ფიზიკურად იზელადეს და იმდენად მძიმე იყო მიყენებული დაზიანებები, რომ კლინიკაში გადაყვანა მოხდა საჭირო, მას ტვინის შერყევა ჰქონდა და სხვა დაზიანება სხეულის არეში. ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი მასთან დაკავშირებით რა ვითარებაში მოხდა მისი დაკავება, ან რა დაზიანებები აქვს თუ არა დაზიანებები, ესეც აინტერესებს ოჯახის წევრებს. შესაბამისად, ახლა ყველანი უკვე ველოდებით ადვოკატს, როდის დატოვებს დროებითი მოთავსების იზოლატორს, ის უკვე შესულია, როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, დიღმის მთავარ სამმართველოში. ჩემთვის ვურეკავდი სამსახურიდან ვერ ვეკონტაქტებოდი ტელეფონზე. ბოლოს მიპასუხა სატელეფონო ხაზზე პოლიციელმა. მითხრა, რომ დაკავებულია შენი შვილი. მითხრა, რომ ვარ თქვენ ქუჩაზე და გელოდებით, რომ ბინის ჩხრეკა უნდა ჩავატაროთ. მივედი სახლში, არ ვიცი, არ მაჩვენეს ზურა საერთოდ. გასაღებით გავარე კარები, შემომხდნენ, ჩხრეკა ჩაატარეს და რასთან დაკავშირებით არის დაკავებული, რომ უთხარი სპეციალურ საგამომძიებელ სამსახურში, ხშირად რეკავს, ემუქრება და ასე შემდეგ. არ ვიცი, რამდენად მართალია, ფიზიკურად ჩემი შვილი ვერ ვნახე. რა მოიღეს სახლის ჩხრეკის შედეგად? აბსოლუტურად არაფერი. ადამიანია ისეთი, რომ ტყვიას დაუდგება სამშობლოს გულისთვის. არ ვიცი, რას დაუკავშირო ამ წუთში, მართლა არ ვიცი, ოღონდ მართლა არ ვიცი. რამდენიმე საათის წინ არის დაკავებული და მის სახლში, როგორც ჩემთვის არის ცნობილი, ასევე ჩატარდა ჩხრეკა. ზოგადად გამომძიებელთან სატელეფონო გასაუბრების შედეგად ერთადერთი რაც შემიძლია ამ ეტაპზე თქვა ის, რომ არის დაკავებული 365 მუხლის მეორე ნაწილით, რაც გულისხმობს მუქარას ან ძალადობას სამართალ წარმოების განმახორციელებელი სხვა პირის მიმართ. ვინ არის ეს პირი, ვის მიმართ განხორციელდა მუქარა ან ძალადობა, რა სახის ქმედებაზეა საუბარი, ჯერჯერობით ამასთან დაკავშირებით ვერაფერს ვერ გეტყვით. არალეგიტიმური ხელისუფლების მხრიდან, როგორც ჩანს, სამოქალაქო აქტივისტების და აქტიური ადამიანების მიმართ გრძელდება ძალადობა და რეპრესიები. ათობით ადამიანია დაკავებული სისხლის სამართლის კოდექსის სხვადასხვა მუხლების მიმართ, თუმცა როგორც ჩანს, არალეგიტიმური ხელისუფლება ამით არ ჩერდება და აგრძელებს კვლავ რეპრესიებს. ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი ზურაბ აბაევი დააკავეს მუქარის ბრალდებით, ესეც სისხლის სამართლის საქმეა, რას ითვალისწინებს და კონკრეტულად რა მტკიცებულებები აქვს ძალოვანი უწყების წარმომადგენლებს და საგამოძიებო სამსახურს მის მიმართ. ამას უკვე ხვალ გავიგებთ, როდესაც დროებითი მოთავსების იზოლატორში მას ბრალს ოფიციალურად გააცნობენ.